გამარჯობა ჩემო მეგობრებო, ჩემო მომწერებო. დავასრულე კიდევ ერთი შეკვეთა ნავახას ტიპის დანა. ესეთი გამოვიდა. ფლამენკოს მოცეკვავე ქალბატონი. დამკვეთის თხოვნით ლომის გამოსახულება. კუძზე ჩვეულებრივი ორნამენტი გაკატარებული. ეს ოქროსფერი გახლავთ თითბერი, დანის კორპუსი გახლავთ 20 მათიდე, პირი ფიქსატორი და კუდი გახლავთ 440C, გრავირებები როგორც ყოველთვის ხელითაა შესრულებული, აი ეს არის მასა გახლავთ კამეჩის რქა, ესეთი გამოვიდა. აი აქ გახლავთ პირზე ტორიადორი ფლამენკოს მოცეკვავე ქალბატონი და ხარი. აქეთ მხარეს კი ფლამენკოს მოცეკვავე ქალბატონი, ანუ გიტარიდან გადაზრდილია თვითონ ფორმა ფლამენკოს მოცეკვავე ქალში. ესეთი გახლავთ ერთობლიობაში. ჩამკეთ სისტემას რაც შეეხება ტრიადლოკი გახლავთ, ორმაგი ჩამკეთის სისტემა. სრული სიგრძე დანის გახლავთ 31 სანტიმეტრი. ამის წინა მოდელი ზუსტად იგივე ანალოგიური ფორმა გავაკეთე ძალიან დიდი, თვითონ დამკვეთის თხოვნით ის იყო 41 სანტიმეტრი იყო ზუსტად გაშლილ მდგომარეობაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი რჩევა იყო და დამკვეთმა გაითვალისწინა, რომ ყოფილიყო ცოტა მოკლე და უფრო კომფორტული, შედარებით კომფორტული, ვიდრე 51 სანტიმეტრის სიგრძის გასაშლელი დანა. კი, ნავახას ტიპის დანები 51-იც არის და ზოგ შემთხვევაში 60-იც არის, მაგრამ როგორც ასეთია, ეს პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ეს ოპტიმალური ზომაა ჩემი აზრით. ესეთი გამოვიდა. 31 სანტიმეტრი არის გაშლილ მდგომარეობაში, წვერიდან კუდამდე სწორი ხაზი და პირის ზომა გახლავთ 14 სანტიმეტრი ზუსტად, აი ამ წერტილიდან, საიდანაც პირი იწყება წვერამდე. გამოვიდა. ზოგადად 14 მაქსიმუმ 15 სანტიმეტრი არის სანადირო დანის პირის სიგრძე. უნივერსალური სანადირო დანის პირის სიგრძე მეტი არ. უმეტეს დასაკეცი დანეს. ესეთია. სისქე გახლავთ 4 და 2. დაყვანა ყუიდან გახლავთ. მე როგორც ყოველთვის ჩემი პროფესიული დამღა. გრავირებები შესრულებულია ხელით კვეთა, რა თქმა უნდა. ესეთი ერთობლიობაში. აქ წარწერა გახლავთ, ორამეჩი ჩასმული, დამკვეთის თხოვნით. ნავახ. მადლობა ყველას, ყველას წარმატებებს ვისურვებთ.